რვა საფონდო ბაზრებზე ვისაუბროთ, გამვლელი კვირის შეჯამები დავიწყოთ, რომელიც დიდად საინტერესო არ ყოფილა, იქიდან გამომდინარე, რომ შედეგები მინიმალური იყო, თუმცა ვოლატილობა იყო უჩვეულოდ მაღალი. მოგეხსენებათ, კვირა თავდაპირველად დაიწყო იმის შიშით, რომ ტრამპი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს გრენლანდიის აკითხის გამო ახალ სანქციებსა და ტარიფებს დაუწესებდა, თუმცა დავოსში, შემდეგ უკვე როდესაც ტრამპი სიტყვით გამოვიდა, მან ფაქტობრივად ეს შიშები სრულად გააქარწყლა, ხოლო მიმდინარე კვირა შედარებით ნეიტრალურ პოლიტიკურ ნოტაზეა დაწყებული, თუმცა რისკები ისევ არის. პირველი რისკი ეს არის შატდაუნის რისკი, რომელიც ისევ და ისევ დაგვიბრუნდა კალკულაციაში, ასევე ფედის გადაწყვეტილება გველოდება ამ კვირას და რა იქნება ჯერომ პაველის გადაწყვეტილება ან მის მიერ გაკეთებული განცხადება, წინასწარ რა თქმა უნდა არ ვიცი, თუმცა მიუხედავად ამისა, ბაზარი მაინც პოზიტიურად უყურებს ამ კვირას, როგორც ხედავთ, უკვე გვაქვს ზრდა, რომლის დამალვა და უარყოფა უბრალოდ შეუძლებელია, რადგანაც S&P 500 9% გაიზარდა, Dow Jones-ი 0.31-ით, Nasdaq-მა კი +0.65% აჩვენა დღევანდელ სავაჭრო სესიაზე. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ თუ კი ბაზარი დღეს 0.2%-ით გაიზარდება S&P 500-ის შემთხვევაში, დღეს უკვე ოფიციალურად კიდევ ერთი ახალი რეკორდი დაფიქსირდება ამერიკულ საფონდო ბირჟაზე, მოკლედ ძალიან მაღალ ზონაში ვიმყოფებით ამჟამად. აქვე კომპანიებზეც უნდა ვისაუბროთ, სხვათა შორის რამდენიმე მათგანი ტექნოლოგიური გიგანტებიდან უკვე მიმდინარე კვირას წარმოადგენს თავის კვარტალურ შედეგებს, მათ შორის იქნება მაგალითად Apple, იქნება Microsoft-ი, ასევე Google, Meta, Tesla და მოკლედ მომდენო 1-2 კვირა დაახლოებით იქნება ძალიან დატვირთული და ცხელი კვარტალური შედეგების მიმართულებით, ხოლო შედეგები დღევანდელ სავაჭრო სესიაზე უკვე არის თვალსაჩინო, მაგალითად Google დამატებით 2%-ით გაიზარდა, Apple-ს შვენიერი აღდგენა აქვს, 3%-იანი მატება აქვს, ასევე ზრდა არის Microsoft-თან +1.30, Meta კი +2%-ს აჩვენებს დღევანდელ სავაჭრო სესიაზე. როგორც ხედავთ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში Meta-ს აქციების შეფასება ფაქტობრივად ვერტიკალურად არის გაზრდილი. ეს ყველაფერი კი იმის გათვალისწინებით, რომ 28 რიცხვში უკვე ამ კვირას Meta-მ თავისი კვარტალური შედეგებიც უნდა გვანახოს და შემდეგ უკვე ამ შედეგებიდან გამომდინარე გავიგებთ ზევიწავა ამ კომპანიის აქციების ღირებულება თუ ქვევით. მოკლედ, ამერიკაში ვითარება ძალიან კარგად არის ყოველ შემთხვევაში, ევროპაშიც ასევე პოზიტიური განწყობა აქვს ინვესტორებს, რადგანაც 600 მსხვილეს კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია 0.23%-ით არის გაზრდილი. შანხაის მცირედი კორექცია აქვს, -0.09%, ხოლო ნიკეისთან უფრო მკვეთრი ავარდნა 1.79% შეადგენს იგი, თუმცა მაინც გრძელვადიან პერსპექტივაში ერთ წელიწადში ნიკეის მაინც მშვენიერი ამონაგები აქვს. ნავთობზეც ვისაუბროთ, ის გაუფასურებულია 0.5% დაახლოებით, როგორც ხედავთ, დაახლოებით $66 შეადგენს ბრენტის ფასი, WTI კი $61 ივაჭრება. ბუნებრივი არის ბოლო პერიოდში ძალიან მკვეთრად გაძვირებული, ერთ თვეში +38% გვაქვს ევროპის მასშტაბით, როგორც ხედავთ, 39 ევრო შეადგენს მეგავატ-საათი ენერგიის ღირებულება, ხოლო ამერიკაში საერთოდაც ბუნებრივი არის 78%-ით გაძვირებული, რაც იქ არსებულ ძალიან მძიმე კლიმატურ მდგომარეობას, პოტენციურ, ასე ვთქვათ, შეფერხებას და ასევე დეფიციტის მოლოდინებს უკავშირდება. აქვე ტრადიციულად ოქროსა და ვერცხლსაც უნდა ვისაუბროთ. ორივე მათგანის ღირებულება ახალ რეკორდზე ავიდა, უკვე რაღაცა დაუჯერებელი ზრდის ზონაში გადადის ვერცხლის ღირებულება. დღეს, მხოლოდ დღეს მატება 9%-ზე მეტია, ერთ თვეში ზრდა არის, როგორც ხედავთ, 57%, ერთ წლიან პერიოდში კი 275%. ხოლო ოქროსთან მატება არის 86% დაახლოებით. ვერცხლზე უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის უკვე გაცდა რაღაც ლოგიკური ზრდის ფარგლებს, ძალიან გვაგონებს ეს უკვე სპეკულაციურ ბუშტს, ვინაიდან ისეთი ინვესტორები და ტრეიდერებიც კი ყიდულობენ ვერცხლს, რომელთაც არასოდეს ეს არ მოაფიქრდებოდათ შესაბამისად ასეთი მაღალი რიტეილის ინტერესი ყოველთვის მიუთითებს გარკვეულწილად სპეკულაციურ ვაჭრობაზე, ამიტომაც ვერცხლი დღეს უკვე საკმაოდ სარისკო აქტივადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ, მიუხედავად მისი ფენომენალური შედეგებისა, ხოლო ფას რაც შეეხება, უნცია ვერცხლის ფასი არის $113, ეს რეკორდია, რა თქმა უნდა, ხოლო ოქროს ფასმა დღეს მიაღწია რეკორდულ $5,100-იან ნიშნულს. ერთ დღეში ოქრომ გადალახა როგორც 5,000-იანი, შემდეგ უკვე 5,100-იანი ნიშნულიც ოქროცა და ვერცხლიც ამჟამად არის უკიდურესად ვოლატილური, თუმცა მაინც კარგი შედეგების მაჩვენებელი. კრიპტოზე გადავინაცვლოთ, ის ვოლატილობა და მერყეობა, რაც ოქროს ბაზარს აქვს, არ აღენიშნება კრიპტო ბაზარს, აქ რაღაცნაირად სტაგნაცია და უძრაობა, 24 საათის განმავლობაში არ შეცვლა ბაზრის შეფასება, ბიტკოინის ფასიც მყარად
და საკმაოდ ნეგატიურად დგას 97,500-იან ნიშნულზე, ეთერიუმი კი 2900-ად ევაჭრება, როგორც ხედავთ, კლება გვაქვს 6-დან 10%-ის ფარგლებში კაპიტალი შეგვიძლია ვთქვათ, რომ კრიპტოინდუსტრიიდან გაედინება ყველა სხვა მიმართულებით. კაპიტალიზაცია ამ შემთხვევაში ეთერიუმზე გვაქვს 359 მილიარდი, ბიტკოინთან კი ტრილიონი 758 მილიარდი დოლარი. აქვე აუცილებლად ორი სიტყვით უნდა შევეხოთ ლონდონის საფონდო ბირჟასაც და იქ წარმოადგენელ ქართულ კომპანიებსაც. საქართველოს ბანკს დღეს პოზიტიური შედეგი აქვს პლუს 1% და ის იმყოფება რეკორდულ ზონაში, ხვალ სუმას ზრდა ექნება, სავარაუდოდ ახალ რეკორდსაც დაამყარებს იგი. ასევე პოზიტიური დინამიკა აქვს დღეს TBC-ს, რომელიც გაიზარდა ლამის 3%, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, საქართველოს ბანკის აქციების შეფასება ბევრად მკვეთრად არის გაზრდილი ვიდრე TBC-ს. აქვე ვისაუბროთ ჩვენს ეროვნულ ვალუტაზეც, რომელიც გამყარდა სხვათა შორის დოლართან და კურსმა შეადგინა ისევ და ისევ 2.79, თუმცა მცირედი გამყარება გვაქვს. თუმცა მკვეთრი გაუფასურება გვაქვს ევროსთან, რომლის კურსიც არის 3.19, ასევე გაუფასურება გვაქვს სტერლინგთან, რომლის კურსი არის 3.68. და ბოლოს აქვე ორი სიტყვა უნდა ვთქვათ ფორსაითის ლარის ფონდზე, რომელიც საშუალებას გაძლევთ თანხა განათავსოთ ფონდში და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი. სარგებლის მოცულობა წლიურად საშუალო სტანდარტულად შეადგენს 9%-ს, ანგარიზე 50000 ლარზე მეტი ხონის შემთხვევაში კი სარგებელი აღწევს და აჭარბებს 10%-ის არის წლიური ამონაგები, რომელიც თქვენ გერიცხებათ ყოველდღიურად. Foresight Investment Group კი არის ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული და ლიცენზირებული კომპანია.